დანიელ, სათვალე შუშაა? აი ეგ მინდა აუხსნათ, ამ ბევრი ვიდეო მხვდება, რაღაცებს არეკლამებენო, შუშა აღარ გამოიყენება, ძალიან იშვიათად Ray-Ban-მა დატოვა და კიდე რომელიღაცა ბრენდებმა იშვიათად ძალიან, იმიტომ რომ ჯერ შუშა იყო მძიმე. მერე როდესაც შუშა ადვილად ყდებოდა, თვალი ზიანდებოდა. ამიტომ შუშას არც ერთი ნორმალური ბრენდი აღარ იყენებს და იყენებს პოლიკარბონატს. ასევე შუშას მზის დაცვა არ ქონდა, ცალკე საფარი უნდა დაგემატებინა მზის დაცვისთვის, პოლიკარბონატს ავტომატურად აქვს მზისგან დაცვის საფარი, ცალკე არ უმატებ. და არის ინჟინერულ პლასტიკს ეძახიან და ცოტა თხელია და ვერ გატეხავ, რომც გატყდეს თვალი არ ზიანდება. არის კიდე CR29, რომელიც ძვირიან სათვალეებში აყენია, ეგ არის უკვე ოპტიკური პლასტიკი, Columbia Racing-ს ეძახიან, აი სიტყვა თქვა დიტაში, კარწიეში რაც აყენია და 1940 წელს შეიქმნა ეგ პლასტიკი და სამხედრო თემაში იყო შექმნილი. ეხლა რა განსხვავებაა? პოლიკარბონატი ოდნავ თხელია, CR29 ოდნავ სქელი. ასევე CR29-ს აქვს საოცარი მზის დაცვა და ანტიბლიკური შრე. ანუ ყველა კუთხიდან, აი ესე სიტყვაზე ვთქვათ, როგორც არ უნდა გაიხედო, ერთნაირად ჩანს, არ ირეკლავს და მაგარია. არა, პოლიკარბონატიც მაგარი. ასე რომ სათვალეში აღარ გამოიყენება ეს შუშები, აუხსენი რატომაც და CR29 ლინზა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ლინზად, იმიტომ ყველაფერი მაგარი აქვს. მაგრამ პოლიკარბონატისგან განსხვავებით CR29-საც ცალკე უნდა დაუმატო კიდე მზის დაცვა და ძალიან მაგარი ლინზაა რა. აი, როდესაც სიტყვაზე ვთქვათ, იკეთებს CR29-ის სათვალეს, რომელსაც აქვს ეგ ლინზა და იკეთებ პოლიკარბონატს, განსხვავებას ატყობ. მაგრამ ორივე მაგარია კიდევ ვიმეორებ. ასე რომ სადღაცო შეგხვდებათო, ვაიმე, აი უეჭველი ის არის, შუშა და რაღაცა, შუშა არ გამოიყენება და იზო შუშა მაგარია, ეგ წავიდა და მithia და ჩაბარდა. ერთი მაგარი რითაც იყო შუშა, ნაკლებად იკაწრებოდა და დამთავრდა. ადვილად ყდებოდა და თვალს გიზიანებდა. მოხჩა. მე მგონი ნორმალურად ავხსენი და მეტი კითხვა არ იქნება. აბა ნახვამდის.